დადასტურებულად მომავალ საქართველოს პირველი იქნება. და აქ იგულისხმება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში. ეს ყველაფერი განხორციელდა ძალიან მოკლე დროში. მხოლოდ მაწელია რაც პრეზიდენტი ამ თანამდებობაზე ერთი წლის სისამში დამეგობრდებოდით და ამ უწყვეტობას დავიწყდით. მე ვკითხულობდი სამკაცის შესახებ, რომელსაც მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დიდებულ ქვეყანაში შეგვიძლია გამოვიყენოთ მისი ნიჭი. დამიჯერეთ ასე, რომ წარმოიდგინოთ მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ ლიდერს და კაცს, რომელიც ნამდვილად უპრეცედენტო მსოფლიოში იმის გამო, რაც მან გააკეთა თავის ქვეყნის პრეზიდენტის სააკაშო დონალდ ტრამპი. სხვათა შორის თქვენ და სამართლოდ ამ საქმეში ჩადებული გაქვთ ის ხარჯები, რომელიც ჩვენ გავიღეთ დონალდ ტრამპთან ურთიერთობის დროს, იქ რაღაც სადილის და გამასპინძლების ხარჯები. ტრამპა ამის შესახებ იცის და მე ვფიქრობ ამერიკის მხრიდანაც მოგეცხოვეთ პასუხი. ეს არის არა მხოლოდ ჩემი დაცინვა და საქართველოს დაცინვა, არამედ ამერიკის მოქმედ პრეზიდენტზე გალაშქრება და მისი დაცინვა, რომ თქვენ მის გამასპინძლების ხარჯებს მითვლით სისხლის სამართლის დანაშაულში. და მე ვეღარ იტყვით, რომ პატარა კაცები ვიყავით რა გაშელობო. ამერიკის პრეზიდენტსაც ასამართლებ თქვენ დღეს. მოქმედ პრეზიდენტს. მეორე ამერიკის პრეზიდენტი, რომელსაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს საქართველოს გადარჩენაში. თქვენი წვლილი თავისუფლების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი აქვს. თუმცა თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი წილი, თქვენი მაგალითია, მსოფლიო გაუგზავნილია იმ დიდი ცვლილებებით, რომელიც მიმდინარეობს ბაღდადი და ბეირუთამდე და ბეირუთი და ბიშკეკამდე, მაგრამ სანამ მოხდებოდა ეს რევოლუცია, იასამნისფერი რევოლუცია, ტიტების რევოლუცია კირგიზეთში, იასამნისფერი რევოლუცია ლიბანში, ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში, მანამდე ეს ყველაფერი განაპირობა საქართველოს ვარდების რევოლუცია. ყველა კი არ შექმნეს ეგრეთ წოდებულ პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობის მოქმედების შესწავლის კომისია. აი ამის ნანგრევას სურთ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. იყო ის სიტყვები, რაზეც მოვახსენე. პრეზიდენტი ობამა საქართველოს ძალიან უნდა ამაყობდეს იმ პროგრესს, ეს ჩემ პრეზიდენტს სულ ბოლოს არის ნათქვამი იმ პრეზიდენტობის, რომელსაც დღეს თქვენ ასამართლებთ, რომელსაც მიაღწია დემოკრატიის და გამჭირვალეობის თავის მოდელი. ის ტელერეგიონის სისხლის მაგალითად მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს პასუხისმგებლობას გაქცის და დიდი პასუხისმგებლობას გაქცის მოთხოვნე მოთამაშეს წარმოადგენს. პრეზიდენტი ბარაკ ობამა. მე ადვოკატებს მინდა ვკითხო, ის მის ხარისხია? კი, ბატონო პრეზიდენტო, ის მის ხარისხია. კი, ესე იგი, რაც შეეხება იმას, თუ რამდენად პოლიტიკური ეს პროცესი. შევხედოთ ქრონოლოგიას. ჩვენ ყველაფერი ნათელი გახდება. 2014 წელს მე გავხდი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. რამდენიმე დღეში ამ საქმიდან, ამ მომვლელიდან აღიძრა ეგრეთ წოდებული აი ეს საქმე, რომელსაც თქვენ გიხსენებთ. ესე იგი, ჯერ მე ვხდები უკრაინის, ჯერ არაფერი საქმე არ არის, მრავალი თვა გადის და შემდეგ მე ვხდები უკრაინის პრეზიდენტს, მაშინ პოროშენკო იყო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე და ავტომატურად იღძრება საქმე ჩემ წინაშე. შემდეგ მე ვხდები ძალიან გადამწყვეტ დროს 2015 წელს უკრაინის ყველაზე დიდი და ყველაზე სტრატეგიული ოლქის რეგიონის, ოდესის რეგიონის გუბერნატორი. ეს არის ის დრო, როდესაც რუსეთი აქტიურად ახორციელებს ღონისძიებებს ოდესის დაპყრობის ცდილობების და ამ დროს იქ მათ გზაზე ხდება სააკაშვილი. რა თქმა უნდა, ეს მათ ძალიან აღიზიანებთ. და ხო ის საკვირველება, რამდენიმე დღეში რაც მოხდება გუბერნატორი, აი ეს მოქმედი, მე მგონი დღევანდელი მოქმედი ეგრეთ წოდებულ მოსამართლე გასცემს დაპატიმრების ძალებას უკრაინის ყველაზე დიდი ოლქის გუბერნატორს. თუ მე გულისხმობთ არასწორი ინფორმაცია. არ ვიცი, შეიძლება არ ვარ. ეს სახელი იცვლება, მაგრამ საქმე არ იცვლება. ერთი სახე გასწორ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ამის შემდეგ იგრძნობა საქმე, ხა ვინმე არ მითხრას, რომ ივანიშვილი თვითონ გამედა და თვითონ გადაწყვიტა საქართველოს 10-ჯერ დიდი ქვეყნის იმ რეგიონის ხელმძღვანელზე საქმის აღძვრა და საქართველოს პრეზიდენტზე, რომელიც იმ რეგიონს, რომელიც სიდიდით პრაქტიკულად უტოლდება საქართველოს და მოსახლეობის დაგემართება კიდევ. რა თქმა უნდა,
რა თქმა უნდა ეს მითითება და დავალება. იმიტომ რომ ყელში მყავდი აი ესე გაჩერდი მის პატრონს. ასე რომ ქრონოლოგია გესავით ნათელა პროცესის დასრულებას გინდოდა 3 წლის თავზე, ну რამდენიმე დღით გადააცილეთ, იმიტომ რომ იქ რაღაც ადვოკატის შესვლა მოხდა. 3 წლის თავზე რუსეთის უკრაინას შეჭრის, რათა ზარზეილით მოეხსენებიათ რუსეთის ტელევიზიებზე და კრემლში გაკეთებიათ რაპორტი. აი ეს არის ამ საქმის არსი. ამ საქმის ნამდვილი არსი. ეხლა მეორე საქმე. რაც შეეხება თვითონ ეგრეთ წოდებული საქმის შტილებს. თქვენ მადანაშაურობთ იმაში, რომ 8 მილიონი ლარის ზიანი მივაგენა საქართველოს გაუქმებდეს ფული იმისაც, რომ საპრეზიდენტო ოფისმა რაღაც დახარჯა, მათ შორის ძირითადად დახარჯა პრეზიდენტ ბაიდენის გამასპინძლებაზე, ჰილარისთვის რაღაც ჰილარის გამასპინძლებაზე, საჩუქრებზე, მათ შორის საჩუქრებზე, საგარეო მინისტრებზე, კუნძულოვანი სახელმწიფოების იმისათვის, რომ მათთან გამომყარებია კავშირი, რომ მათ ალენიანებიათ აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, იმიტომ რუსეთი მილიონებს ხარჯავდა, ჩვენ რომ კეთილინების იმედი ჰქონდა, მაგრამ რაღაც საჩუქრებს ჩუქრინდით, იმიტომ რომ და ამისთვის მომეხდა სპეციალური შაშვა აზიაში ორჯერ მათთან შეხვედრა და მათთან შესაბამისად ფორმალური დიპლომატიური საჩუქრების ფასიანი საჩუქრების გასვლა. თქვენ ეხლა ეს ყველაფერი გამოამზეურეთ, იმიტომ რუსეთის ინტერესებში არის გამოამზეურება. ეს იყო გასაიდუმლოებული მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო, დაცვის სამსახურმა ასე გადაწყვიტა, რომ რუსეთს არ ქონდა შესაძლებლობა ედენლებია თვალყური ვის ხვდებით, როგორ ხვდებით, სად ხვდებით, სად გადავაადგილდებით, იმიტომ რომ ჩვენ ვიმყოფებოდით ომის მდგომარეობაში. შემდეგ ეს გასაიდუმლოებული გრიფი თქვენ მოხსენეთ, მაგრამ გასაიდუმლოება დარჩა შემდგომ პრეზიდენტების ხარჯებს და შემდგომ მთავრობების ხარჯებს. დღევანდელი მთავრობა ხარჯავს ზუსტად 4-ჯერ მეტს, ვიდრე მე ვხარჯავდი მაშინ. ზუსტად 4-ჯერ მეტს. ეს ვიცი ზუსტად. და თქვენ არ მოხსენთ გრიფის საიდუმლო ამ მთავრობის ხარჯებს, მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ მე გავგემთხულებიეთ და ამათ თვითონ არაფერი და ისინი ხარჯავენ მართლა ხრეობებზე, მართლა ორგიებზე, მართლა საზიზღრობებზე. უამრავი არასაჭირო ნივთის შეძერაზე. რომ გადავუყურეთ თანამედროვე სურათს ყიდვას. ის სურათი რა სახში წავედი? კიდია იგივე პრეზიდენტის სასაფლაოში რომ თქვენ გავუყავთ. და ხარ იაფასიანი პოსტივის ჭორების დონეზე. იურიდიულ პროცესთან ამას არაფერი საერთო არ აქვს. იქ ხატვარი ესეთი იყო, ისეთი იყო, რაღაცა ეს სხვა არასწორად ხატავდა, მე რა ვიცი როგორ ხატავდა. თანამედროვე დახატები შევიძინეთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შეეხება საქართველოს და ფული იღებდა და პოპულარობით სარგებლობდა ხელოვნების სამყაროში. ქვემო პროკურორმა განაცხადა, რომ მე ჩამომყავდა მოწმეების საკითხის, განაცხადა, რომ მე ჩამომყავდა და პრესასაც გამოცხადა მას სიგირებ უკაცრავად ყველასთან სუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი. კიდევ ერთხელ ბოდიში ყველასთან, მაგრამ ციტირებ თქვენ სუბდენს მედაცემულ პროკურორს. საუბარი ციფრიზე იყო. საუბარი იყო 2010 წელს, 2009-ში არ მახსოვს ზუსტად, რუსეთის ორი ყველაზე წამყვანი ჟურნალისტის ქსენია სობჩაკის და ქსენია საკალოვას ვორცდები ჩამოყანაზე და ეს ხალხი დაგვეხმარა მაშინ რუსეთში საინფორმაციო ბლოკადის გარღვევაზე, იმიტომ რომ დაწერეს უკიდურესად დადებითი წესრიგია საქართველოს. და ამაზე თქვენს რომ ესენი იყვნენ სუბუქი ყოფაქცევის ქალები, რომელიც სააკაშვილმა გამოიწერა. არ ჩვენიათ რომ ამაში მონაწილეო. არ ჩვენიათ რომ ასე ბრალდებებს ისვრი. თქვენ შვილიშვილებს შერჩხლება, შვილიშვილები ამაყენებენ, ჩემი ისე თქვენი შვილიშვილები იქნებიან სამუდამოდ შერჩხლები. ეს კონფესკალოტერო ჩავიდა რუსეთში ძალიან გააკრიტიკეს, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ შეიძლება რაღაცა ეს 2012 წელს ხდება და 2013 წელს ყოველ საინფორმაციო საშუალებები ჩვენ მოგვეცა საშუალება
ჩვენი სიმართლის მიტანეს ამგვარად საქართველოს უსაფრთხოების გამტკიცებას, იმიტომ რომ საინფორმაციო უსაფრთხოება რუსეთი იყო ერთი აბავი ატეხი რომ კიდე ხელა ხონდა მოხდარიყო საქართველოში საომარი მოქმედების განახლება და მოქმედია რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარ ჟურნალში სერიოზულად შეეცერა მათი აგრესია. და თქვენ დღეს ამას ასამართლეთ. ასამართლეთ იმას, რომ საქართველოს დავიცავთ. ეხლა შევხედოთ თავარ არსრას. თქვენ მე მოგანაშაულობთ, რომ 8 მილიონი ლარის ზიანი მეოხლია საქართველოს. ეხლა მომისმენთ ქართველები. მათ ვისაც ახსოვს და მათ ვისაც ამნეზიას აქვს და მათ ვინც ველად გვიან დაიბადა და შობლება არ მოხდეს ამ შესახებ. საქართველოს ბიუჯეტი მაშინ როცა მე გავხდი პრეზიდენტი, იყო $500 მილიონ ნაკლები და ძირითადად ესეც არ იყო, იმიტომ რომ იქ ხდებოდა ეგრეთ წოდებული პრაქტიკები. ქალოძე იყო, მაგრამ სინამდვილეში არ იყო. მე რო დავყოლე პრეზიდენტობა, ეს იყო $6 მილიარდამდე საქართველოს ბიუჯეტი გაიზარდა მინიმუმ თერმოჩი. ამაში შედიოდა ის, რომ მაგალითად მე რომ მოვედი პრეზიდენტად, პენსია იყო $7 და მრავალთვის გაუცებელი იყო, გადაგავალიანება იყო 25-ს. შემდგომ პენსია გაიზარდა $140-მდე მინიმუმ და მას შემდეგ და რაც თავი ლარის კურსი შეცდა, თუ ლარი შევარდეძოს იყო 1.2 და შემდგომ იყო 1.73. საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა ზუსტად 4-ჯერ. ესე იგი საქართველოს ეკონომიკას დაემატა $15 მილიარდი. თქვენ მე მადანაშაულობთ 8 მილიონი ლარი იმასე ვერ ამბობთ რომ მოიპარეთ შევჩამი და რაღაც პროპორციო შეჩამის ამბობთ ის სადილო და ხოლმე 8 მილიონი ლარი ზიანი მივაყენეს და ამ დროს მე მოვუტარე საქართველოს დამატებით $15 მილიარდი და ბიუჯეტში დამატებით 10-ჯერ გაზრდა ბიუჯეტის ესე იგი 500 მილიონიდან 6 მილიარდამდე შეადარეთ ეს ორი რაღაცა 8 მილიონი მოგონილი თითიდან გამოწვეული ხილვალი კრიტონის რეგული დაწყებული და დამთავრებული პრეზიდენტ კაჩინსკის საფლავზე მიტანი გულგვინით და პრეზიდენტ ტრამპის გამასპინძლებით და მეორეც $15 მილიარდი რომელიც მე დაუმატე საქართველოს და ესე კეთილ ბრძოლა მოუმატე საქართველოს სინამდვილეში ხო 8 მილიონის ეგრეთ წოდებული გაფლანგისთვის კი ამას ამბობ თქვენ გასამართებთ იმისაც რომ საქართველოს $15 მილიარდი დაუმატე ეს ვერ მოუნელებია თქვენ პატრონებს. ეს ვერ მოუნელებია მათ, ვინც საქართველოს საბოლოო განადგურება სურს. ამავე დროს მე შექმნილი სტანდარტი და ეს არის მე ფანატიკურად მეძისება კორუფცია და ესეც ვერ უპატიებია თქვენ პატრონს და იმის პატრონებს. მე შევძელი ის რომ არავინ δεν გამოვიდა არ ყოფილიყო ქართული კორუფციაში და თუ ვინმე ჩაერთო და პასუხი იყო ეგრევე და აქ რამდენიმე კიდევაც პასუხი. მე შევძელი ის რომ ვერავის ვერ ესარგება პირველ რიგში მე არ მესარგება არაფრით რაც უკავშირდებოდა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. არ მეიხეირა მე თვითონ. თქვენ როგორ გონიათ? როცა ტურისტების რაოდენობა გავზარდა 50,000 და 7 მილიონამდე და ბევრი ჯიჟად მაცხადება პირველად რომ მილიონი ტურისტი მოყოლება, ესეც კი გამოაცხადეს ეს უბედური თვალ გაგიშვა. 7 მილიონამდე გავზარდა. და ტურისტების რაოდენობის გაზრდა ნიშნავს 1000-ობით სასტუმროს აშენებას. 1000-ობით სასტუმრო აშენდა და შემოჯახს არ აქვს არჩევნაცავს არც ერთი სასტუმრო საქართველოში. სანდრა დაეხმარა უამრავ ადამიანს სკრინინგების ცენტრის შექმნაში, ინვიტრო ფერტილიზაციის კლინიკების შექმნაში, ისე რომ ერთი კლინიკა კი არა, ერთ სამედიცინო კაბინეტი არ აქვს და ჩვეულებრივ ექიმად მუშაობს ერთ-ერთ კერძო კლინიკაში და იღებს რამდენიმე ასეულად ხელს. ერთი ამ ფიცე გადასახვევი არ გვისარგებლია. მაშინ როცა ყველა ფუნდაელი ამის შესაძლებლობა იყო. ამას წინათ
უკრაინელი ახალგაზრდობის დიდი ჯგუფი იყო, მის მიიყვანეს ყვარელში ჩემს სახლში და გაუგრებული იყვნენ, რომ არ დაიდგინეს, რომ ეს არის ესეთი პატარა შეიძლება იყოს პრეზიდენტის სახლი. იმიტომ რომ ამ საბჭოთა სივრცეში მიღებულია, რომ ყველა პრეზიდენტი ხდება მერე მილიონერი, მულტიმილიონერი და მილიარდერი. მიღებულია, რომ ხეებს იფიცებენ, მიღებულია, რომ ერთგვარად იღებენ ქონებას, მიღებულია, რომ ბიუჯეტიდან იპარავენ. ჩვენ ყველაფერ ამაზე არაფოდ ვარქვით, კაცად გამოვეკიდეთ ყველას, ვინც ამას აკეთებს. და ამიტომ მე შევქმნი ახალი სტანდარტი სამოქალაქო სამსახურში. ჩემი შვილი ნიკუშა ბოლტის კურიერად მუშაობდა თავის ბოლო წელიწადს თავის სკოლას. როგორ ფიქრობთ? ის მამა, რომელზეც ამბობდა თქვენი ხელისუფლება 19 მილიარდი დოლარი მოიპარა. სულ საქართველოს ეკონომიკა 20 მილიარდი იყო და თუმცა 19 მილიარდი მოიპარა. იმას ვერ უზრუნველყოფდა, რომ მისი შვილი და თანმიმდევრული აქ ისოს ეს მიღმა, როცა ველოსიპედი დადიოდა პიცას ატარებდა ხეთით და საჭმელებს და უამრავ ადამიანს ხვდებოდა ყოველდღე, არ ვიცი ვინ აწყობის შეიძლება ყოფილიყო და რა იქნა ჩემი შვილისთვის. ყველა ეს მე მიხაროდა, რომ ის ბოლტის კურიერად, მაგრამ მას სხვა საშუალება არ ჰქონდა, რომ თავისი საკუთარი ჯიბის პული ჰქონოდა. როგორი განსხვავება არა არიბაშვილის და სხვების შვილებისგან. და არ დავასახელებ კოლმეურნეობის დირექტორს და მის შვილებს. ჩემი შვილი მუშაობდა ბოლტის კურიერად. სკოლაში უკვე. ასე რომ აი ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის. როდესაც ჩემი პრეზიდენტობის დროს ბაბუაჩემი გარდაიცვალა და აღმოჩნდა, რომ და ბებიაჩემი გადაცა მემკვიდრეობით თავის წილი და თურმე აღმოჩნდა წილი ჰქონდა რესტორან წისქუდში. და მე ხმა მოვიდა ჩემო. იცით რა გავაკეთე? მოიყვანე ბებიაჩემი, რომ ძალიან მიყვარდა და მასაც ძალიან უყვარდა და უზარმაზარებული ჰქონდა ჩემს გაზდაში. და ბრძანების ტონით, ხმის აწევით სამწუხაროდ უთხარი, რომ გადაეფორმებია დაუყოლება წილი უფასოდ ყველა სხვა პარტნიორზე ყველაზე ცნობილი რესტორნის თბილისში. იმიტომ მე ვუთხარ, რომ არავინ არ დაიჯეროს, რომ ბებიას და ბაბუას დარჩა წილი, ბაბუაჩემს ეს წილი ჰქონდა ჩემ პრეზიდენტობამდე. ითქვა, რომ სააკაშოს ეს წისქვილი ეკუთვნის სააკაშოს. და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მომავალთაურის დარჩენოდა ეს ოქროს სტანდარტი იმისა, თუ როგორ უნდა იქცეოდეს პრეზიდენტი და როგორ უნდა იქცეოდეს სახელმწიფო მოღვაწე. არაფერი საკუთარი თავისთვის და ყველაფერი საკუთარი ქვეყნისთვის. ეს იყო და არის ჩემი პრინციპი და დარჩება მუდმივად. მაგრამ მუდმივად. ასე რომ ის რაც ხდება დღეს ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს ყველამის. ყველამის ის რომ სწორედ იმიტომ ყავს ამდენი ხარდაჭერი მიუხედავად მრავალწლიანი პროპაგანდისა და როგორ მუშაობს ეს პროპაგანდა ძალიან კარგად იცის ყველა. ესე იგი ჯერ მოისმენ უცხო ამ პროპაგანდას რუსული სტილის და მე შენ თვითონ იწყებ ამის ლაპარაკს და აკაც გახსოვს საიდან მოისმენ. ეხაც ბევრი ვინ ამბობს, რომ აი სააკაშვილი ციხეში ხო ციხეში, იმიტომ რომ არის რაზე ვსვავენ და რომ საპარტიკო სამუდამო პარტნიორს მისჯერა არაფერზე, იჭაკებზე, ნახატებზე იმ ადამიანს ვინც როამინიოს გაფრაგოს ედავენ იმ ადამიანს, რომელიც 15 მილიარდი დოლარი მოხდა საქართველოს, როგორც აღშერა ბათუმი დაამთავრა აჭარული სეპარატიზმი. შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო. გაუადგირო ცხოვრება მრავალ ქართველს, რომლის დროსაც უფრო მეტი ქართველი ბრუნდებოდა საქართველოში, ვიდრე მიდიოდა საქართველოს. რომელიც იყო სამაგალითო ტელესოფლიოს, მე მოგიყვანეთ, სოფლიო ლიდერების გამონათქვამები, პრეზიდენტი სააკაშვილის თქვენთან თაყვანისმცემლის ობიექტი ტელესოფლიოს მასშტაბი, პრეზიდენტი ტრამპი და ყველაფერი დანარჩენი. თქვენ აკეთებთ იმას, რომ ასამართლებს საქართველოს ჯით, საქართველოს ხალხს სწორედ წარმატების. მე ძალიან კარგად ვიცი, ვის რა მოტივაცია აქვს, როდესაც
მე მართლა ხო იცახე ხო არის სააკაშმა კარგად დაიწყო, მაგრამ მე ძალიან აუღო. სინამდვილეში თავიდან რუსული პროპაგანდა არ გვერდჩოდა და როგორც რუსული პროპაგანდა ჩაერთო, მე ხალხის ნაცვლს გადაედო მე აუღო. სინამდვილეში ყველაზე მეტ წარმატებას მივაქციეთ სწორედ პრეზიდენტის ბოლო წლებში, როდესაც ჩვენ მშვიდობა რუსეთს პირწმინდად მოუღე. როდესაც ავაშიეთ ახალი ბათუმი, ახალი კახეთი, ახალი ეკონომიკა. როდესაც მასობრივად დაიწყო ხალხმა დაბრუნება საქართველოში, როდესაც სოფლიო ეკონომიკური კრიზისი პრაქტიკულად უჩინარულად გადავიდა ყველა ქვეყნის განსხვავებით. მაგრამ ამ დროს ისეთი რუსული პროპაგანდა იყო ჩართული, სანდრას ორგანოები, სააკაშვილის თავმჯდომარეობა, თვითონ რასაც ჩასახიობდნენ ძალიან ბევრი იმას ამოსახა. ამასთანავე ერთი ქალბატონი ძახოდა, რომ ბაშინდელი სისხლიანი ცხრაწელი. მე კი ამახსოვდა, მაგრამ შემახსოვდა, რომ ამ ქალბატონის მეუღლე, რატო იყო სისხლიანი? იყო ერთ-ერთი სამთავრობო უწყების ხელმძღვანელის ავალი კასი. ის სუპერკორუმპირებული იყო და მან გადაიხადა ფული და გარკვეული პერიოდი საპატიმროში გაატარა და ის ყველა მიცოდა რომ კორუმპირებული იყო. ეს იყო მისი მოადგილე კასი. თასის საბართ საქმე რო აღიძრა დაკრა ფეხი და გაიპარა და რუსეთში იბარებოდა რა თავის მომბალული ფული შერაცხო და რა თქმა უნდა ამ ქალბატონისთვის მე ვარ სისხლიანი ცხრაწელის ავტორი როგორ ახლა შემოსავალი გადაუხედე კაცო მაგრამ რამდენი ქართველმა მოიგო იმით რომ აი ესეთ პორტსმეტებს გადაუხედეთ შემოსავლები და დაუბრუნებიეთ ქონი აი ამისთვის მასამართლე ამისთვის აპირებენ გამარადგურონ ციხეში ეს არაფერია თუ არა ოპოზიციის ლიდერის განიიტანება იმიტომ რომ ყველა მცდელობა ივანიშვილის მხრიდან შეექმნა ხელოვნურად ოპოზიციის ლიდერები თეთრი ეს წლები ბაჩენ პარტიის დაყოფით დარაწევრებით დაპატიმრებით ბოლოს ჩემი დაპატიმრებით მოწამვლით განადგურებით ციხეში და ყოველ შემთხვევაში იმას იქაც ვიმყოფებით არ დაგიმალოთ ამას მე ადამიანი ვარ და უკიდურესად ადამიანურად მიჭირს ამის გარდა და არ გამიჭირს იმის გამოც რომ ჩემი შვილები ხედავენ რომ ამ მიუხედავად ამ ხელა დამსახურებისა საქართველოს წინაშე და უკრაინის წინაშე მაგრამ უკრაინა მე არაფერს არ მერჩის უკრაინა მხოლოდ ხარს მიჭერს საქართველოს წინაშე საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლება მეკცევა აი ასე ცინიკურად და სასტიკად რომ ვერასოდეს ვერ არის მომავალში ვერ გაბედოს საქართველოს პრეზიდენტობა ვერასოდეს ვერ არის მომავალში ვერ გაბედოს ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერება ვერასოდეს ვერ არის მომავალში ვერ გაბედოს კორუფციას საბრძოლა კრიმინალის დამარცხება ვერასოდეს ვერ არის მომავალში ვერ გაბედოს პატიოსთა ცხოვრება და ბოლომდე ბრძოლა თავისი პრინციპებისთვის აი ეს არის რასაც თქვენ ახლა ჩადიხართ ოპოზიციის ლიდერის განეიტარება და ძალიან მარტივია სიტუაცია თქვენ შეგიძლიათ ეს ხალხოს აბლოს ხელა ემქვა და შემიძლია გამოვრო ჩემი ხორცი მომიგდია თქვენთვის საჭიში თქვენ შეგიძლიათ ფიზიკურად გამარაგოთ იმიტომ რომ არ არის მარტივად ყველაფერს გაძლება ფიზიკურად მე მინდა ბოდიში მოუხადო ჩემს ნიკუშას რომლის ყველაზე სენსიტიურ სენსიტივ თინეიჯერობის წლებში მოხდა ეს ჩემი პატიმრობა ბოდიში მოუხადო იმისათვის რომ ყველაზე როცა ჭირდებოდა მამა მაგ დროს მამა მის გვერდში არ იყო მე მინდა ალისას მოუხადო ბოდიში რომ პრაქტიკულად მას ბავშვობას არ ქმევენ თქვენი ხელით ვიც მათხარ და ტოვებენ მაგის გარეშე და ის გაიზრდება ალბათ თუ რა თქმა უნდა სიტუაცია შეიცვალა და ბედაცნობრივი სიტუაცია შეიცვალა თქვენი ხელიდან მას ბავშვობა უკვე წარმოული აქვს
ივანიშვილის ხედა მას უკვე ბავშვობა წარმოული აქვს მრავალი წლის განმავლობაში. მე მინდა მათ მოუხადებოდი ისე, მაგრამ ამავე დროს მინდა ვთქვა. ერთი წუთით არ უნდა რომ ჩემ ბრძოლას. ერთი წუთით არ უნდა რომ დიდ მიღწევებს, რომელიცაც ყველა ერთად დიდ გუნდთან ერთად მივახციე, მაგრამ პირველ რიგში ჩემ თავზე ვიღებდი ყველა პასუხისმგებლობას და ჩემ თავზე ავიღე ყველაზე დიდი დარტყმა ყოველთვის. ერთი წუთით არ უნდა რომ იმას რომ საქართველოს არ ჩაუყარე მტერს, ამის გამო ვისჯერდი. მე თავაზობდნენ, როგორც ზელენსკის თავაზობდნენ, თვითმფრინავის გაჩნობას ჩვენ დასავლელი მეგობრები თავაზობდნენ და საქართველოს დატოვებას. მათ ალბათ ასევე წარმოდგენილი ჰქონდათ, რომ მე სადღაც შვეიცარიულ ბანკში რამდენი მილიონი დოლარი მათ გადარახული მეკითხა. არც ერთ შემთხვევაში არ დავტოვებდი, მაგრამ როდა მეტყვები რა ფულით უნდა დამეტყვებიან და ვისი უნდა მეწერო თავის შენას ალბათ მოვახერხებ რაღაც ეტაპზე, მაგრამ ეგ არის თავი რა. მე არ გავტოვე საქართველოს, მე გავიხსნე საკუთარი სიცოცხლე, ვიძებდი ბოლომდე სამთავრობო სამუშაო ადგილზე, გავწიეთ ვირული წინააღმდეგობა და ისრაელ იმპერიაში 5 წელიწადი გრძელდება უკვე, გავასრულეთ რამდენიმე დღეში. იმის გამო ქონდა უზარმაზარი მსოფლიო ხარდაჭერა. რატო ქონდა მსოფლიო ხარდაჭერა? იმიტომ რომ მათ იცოდნენ რომ ვიყავი არაკორუმპირებული, ვიყავი დემოკრატი და როდესაც ვსვაფობენ, ხო? ბაკაშვილი არა, პრინციპში ახლა ხო გასაგებია რა სასაცილოა ხა პიჯაკებზე ჯდომა სასაცილოა, მაგრამ რაღაცები მაინც ექნება ჩადენა. სწორედ იმის გამო რომ არაფერი არ მაქვს ჩადენილი, იმიტომ მას გამართები, თორემ კორუმპირებული ყოველთვის საერთოებს. მაფიოზი ყოველთვის საერთოებს. შიდა მაფიოზური დაავადებებით. ის რომ მაფიოზები არ გავაკარეს საქართველოს. და ახლა ამბობენ, მან მოიყვანა ივანიშვილი. ყველა ვინც ამას ამბობს, საკუთარ თავს საკითხს შეეცვლა. ივანიშვილის გამარჯვება საქართველოში იყო დიდი რუსული ჰიბრიდული სპეცოპერაციის შედეგი, რომელსაც სამწუხაროდ წამოიღო ქართველი ხალხის ერთი ნაწილი. გასაგებია, რატომ წამოიღო, რომ უნდა და უკეთესზე უკეთესი. და მივიღეთ სრული კატასტროფა. მივიღეთ ეროვნული განადგურება და საქართველოს ახლა არის უზარმაზარი კატასტროფის წინაშე. იმიტომ რომ საკმარისია უკრაინაში შეცვლეს ცეცხლი, საწავა შედეგი უსეთა, მათ სამხედრო მანქანის გაჩერებული როქას შეუძლია. წავა მოლდოვაში, მეწავა და უკრაინას შუაში. წავა ბალტიის ქვეყნებში შენ გაურკვეველე, რატომ მაინც იცავს ბალტიის ქვეყნებს. წავა ყაზახეთში არა, იქ ჩინეთში. წავა აზერბაიჯანში არა, იქ თურქეთის სამხედრო გარანტიები. ერთადერთი უპატრონო გაჩერებული ქვეყანა არის საქართველო, წავა საქართველოში, წავა სოფიეთში საქართველოს გავა. ეს არის ის წარი რეალურობა, რომელზეც ყველა გავხდა თუ ეს სიტუაცია დროზე არ შეცვალა. ჩვენ გვჭირდება ძალიან ცოტა დრო სიტუაციის შესაძლებლობა. მე აქ ჩამოვედი, ჩემი სიცოცხლე გადავდე, იმიტომ რომ ყველაზე ადრე დავინახე სამხედრო საერთო საფრთხე. დიდი ხანი ცადე შორიდან რამის გაკეთება არის შეუძლებელი და უკვე საკუთარი ხალი გავლისკე, საკუთარი ხალი შევავე თამაში, თითქმის უიმედო თამაში. მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა და არა მხოლოდ ახალგაზრდა მობილიზდება კიდევ. დიქტატურა ქართულის ბუნებისთვის არის მიუღებელი, მორობა ქართულის ბუნებისთვის არის მიუღებელი. აქედან ამოდიოდი მე როდესაც ვარდების რევოლუციას ვამზადებდით და ვებრძოდით, ის არ ყოფილა არავის მიერ დაგეგმილი, ჩვენ მიერ იყო დაგეგმილი, ჩვენ მიერ იყო დაგეგმილი. იმიტომ რომ ჯეროდა ჩვენი ხალხის სითხიცის და უსამართლობას და შეუგებლობის.